ვარ პაპი ტელეფონის რაფი პაპი გრელგანს ნება სადაც კარგი ხდება Papi. La 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 la. გამარჯობა. ბატონი Papi ბრძანდებით. Papi გისმენთ. ბეჰემოთი გაწუხებთ. ყურადღებით გისმენთ პატივცემულო ბეჰემოთა. მეტად უცნაური რამ ჭირს, რაც მესიზმრება დილით იქ მეღვიძება. მართლა უცნაური შემთხვევაა. მიშველეთ რამე! თუ შეიძლება დაწვრილებით მომიყევით თქვენი გასაჭირის შესახებ. დიდი სიამოვნებით. ყველაფერი ასე მოხდა. რა უნდა მგელს ჩემგან? ვერ გაიგო რომ მე მისთვის საჭმელი არ ვარ. ჩუმად დავდივარ. ჩურჩულებ. მგელმა რომ ვერ გაიგო სად ვარ. მგელი მოდის მგონი. საიდან მოდიხარ მგელო? მიშველეთ ვინმე. ძალიან კეთილი ვარ. აქ დავჯდები და დაგელოდები. როცა ჩამოვარდები, გიშველი. არ შემჭამო, არ ვარ გემრიელი. ამას მე გადავწყვეტ გემრიელი ხარ თუ არა. მე კარგი გემოვნება მაქვს და მიჯერე. იდეა მაქვს. მომახსენე, გულით გისმენ. მოდი დავმეგობრდეთ. რომ დავმეგობრდეთ, ვეღარ შეგჭამ. ჭკვიანი ცხოველი ყოფილხარ. ცხოველი შენ ხარ, მე სხვა ვარ. ვინ ხარ? არ გეტყვი? საინტერესოა. კარგი, ჩამოხტი და დავმეგობრდეთ. არ შემჭამ. მგლის სიტყვას გაძლევ. არ შეგჭამ. კიდევ ერთი იდეა მაქვს. მოგახსენო? მომახსენე, გულით გისმენ. ერთი ძალიან კარგი მეგობარი მყავს. ციყვი ქვია. გეთანხმები, სიყვი გემრიელია. გემრიელი თხილიანი ნამცხრები აქვს. მოგეწონება. ცხილიანი ნამცხვები აქვს, მიყვარს ტკბილეული დესერტად. ვესტუმროთ? დიდი სიამოვნებით. სად გაქრა? მაინც გიპოვი. ეგ არის შენი შეპირებული მეგობრობა? ცეკვავს, აი სად ყოფილხარ? არ მოდიხარ? სად ხარ? ამდენი ხანია გელოდები. წამოდი ჩქარა, ჟია. სამოთხეში ვარ. სამოთხეში. საიდან დავიწყო? რომელი შევჭამო? ღმერთო ჩემო, მგონი სიცხე მაქვს. რა მოუსვენარია, კიდევ გაქრა. რა ცუდი სიზმარი ვნახე, ვითომ ღრუბლებში ვარ. სიზმარი კი არა, მართლა ღრუბლებში ხარ. ნუ მაღვიძებ, მძინავს, სიზმარში ვარ. გადმოხტი, დაგიჭერ. ამ სიმაღლიდან როგორ გადმოხდე? ძიმე ვარ. მე შინია. ძიმე რომ ხარ, კარგია. მალე ჩავალთ. კარგი, გადმოხდები. დამიჭირე. უცნაურ სიზმრებს ვხედავ. გუშინ შოკოლადის მატარებელი ვნახე. გარშემო სულ შოკოლადის მთები იყო. გუშინ წინ მანქანას ვმართავდი და 2 დღის წინ ისე მოვშვი და სიზმარში თივის ბეინებს ვხედავდი. მგონი ვუახლოვდებით. სად ვარ? მიშველეთ! აღარ მინდა სიზმრები. გავაქრო შენი სიზმედი? შენ ვინ ხარ? სიზმრების გამანადგურებელი. მიშველე,
რაც მე სიზმრება იქ მეღვიძება. სახში მინდა. ეს ვინა? ეს ჩემი ასისტენტია. რად გინდა ასისტენტი? იმხელა თავი გაქვს. მარტო ვერ მოვერევი. თანახმავარ მიშველეთ დაიძინე, ძილი. გძინავს? ამოიღე ხმა. დაეძინა. სანამ ბეგემოტს სიზმრები გაუქრება, მანამდე ჩაიდავლიოთ თხილიან ნამსხვრებთან ერთად. თუ შეიძლება მითხარით, როგორ განვითარდა მოვლენები? ისევ ღრუბელზე გამეღვიცა. რამ ჭირს? კიდევ ღრუბელზე გავიღვიწე. მიშველეთ ვინმე. სერიოზული შემთხვევაა. ძალიან სერიოზული. ბეგემოტმა თავის თავს დააბრალოს. რატომ? რა დაეშალა? დიდი თავი აქვს. ბეგემოტია და დიდი თავი უნდა კონდეს. აი, მე დიდი კბილები მაქვს. მე კიდე ვერ გამირკვევია, ადამიანი ვარ თუ ცხოვეა. მე თხილი მიყვარს. განსაკუთრებით ნამცხვარში. ძალიან გემრიელია. მე კიდევ სახში მინდა. რამე უნდა მოვიფიქროთ? ბეგემოტი ჩვენი მეგობარია და უნდა დავეხმაროთ. როგორ? ერთმანეთის თავებზე დავდგეთ და ღრუბელს მივწდებით. ჯერ მე შევახტები. უფრო ღონიერი ვარ. მიწვდით ღრუბელს. ბეგემოტს ხედავთ? კარგი მცდელობაა, მაგრამ მეც ამ დონეზე დავფრინავ. გამახსენდა, ჟირაფი. გრძელი კისერი აქვს და ღრუბელს მიწვდება. მაშინ სხვადასხვა მხარეს წავიდეთ და ჟირაფი მოვძებნოთ. წავედით. კარგი იდეაა. მე აქეთ წავალ. გამარჯობა მეგობარო. გამარჯობა. შენი დახმარების იმედი გვაქვს. მე ყოველთვის მზად ვარ დასახმარებლად. პატივცემულო ჟირაფო, თქვენ გრძელი და ამაყი კისერი გაქვთ. და ამ თქვენი დიდებული მონაცემებით იქნებ ღრუბელს მიწვდეთ და ჩამოიყვანოთ ჩვენი მეგობარი ბეგემოტი. ბეგემოტი ხომ მძიმეა. როგორ მოვერევი? ესე იგი, ვერ დაგვეხმარები? ფიქრობ? არის გამოსავალი. მოიფიქრე რამე? მოვიფიქრე. ერთ კეთილ მოხუც ღრუბელს ვიცნობ. დაგვეხმარება. აი მთის წვერზე უნდა ავიდე და ვნახო. მე ქვევით დაგელოდები. კიდევ ბევრი დარჩა. ცოტაც და ღრუბლებში ვიქნები. არის აქ ვინმე? გამარჯობა ჟირაფო. აქ რა მოგიყვანა? შენი დახმარება მინდა. რით დაგეხმარო? ჩვენ მეგობარ ბეგემოტს ღრუბელზე ძინავს და სახლში უნდა დავაბრუნოთ. აუცილებლად დაგეხმარებით. როგორ? თხოვი იმ ღრუბელს და თვითონ მიიყვანს სახლში. პატარა ღრუბელო, წაიყვანე ბეგემოტის სახლში. გთხოვს ბაბუა. აი, თაფლი მოგიტანე. მოგეწონება. მადლობა. მაინტერესებს შემდეგ დილას სად გაიღვიწეთ. თქვენ ვერც წარმოიდგეთ, შემდეგ დილას სად გავიღვიცე. თვალები ხია მაქვს და მაინც სიზმარში ვარ? ნამდვილად სიზმარში ვარ? თქვი, რომ ჩემ სიზმარში ხარ.
უკვე ორნი ხართ? შენ რა გქვია? არიცი ბეგემოტების ენა? ვერ გავიგე, სიზმარში ვარ თუ ცხადში? საერთოდ სად ვარ? სახლში მინდა. დარჩი ჩვენთან, ერთად ვითამაშოთ. საიდან იცი ჩემი ენა? საიდან იცის და ეს ხომ ჯენზი თაობა? ჩემი მეგობრები მინდა. ჩვენც შეგვიძლია კარგი მეგობრობა. წამოდი გემრიელი კომბოები ვჭამოთ. კომბოები რა არის? წითელი კომბოსტოს ფოთლები. თქვენ მწვანე ფოთლებს არ ჭამთ? გამიგია მწვანე ფოთლებზე, მაგრამ ჩვენთან არ არის. კომბოები ჰაერში რატომ დაფრინავენ? ჰერში დაკიდული კომბოები წვება. მიწაზე კი უკვე გამომცხვარი კომბოები დევს. რატომ ათამაშებს ხელში კომბოს? ცხელია და აცივებს. გვეკითხება. პატარა მოგართვათ საშუალო თუ ტიტანი? მე კომბოსტო საერთოდ არ მიჭამია. გემრიელია? ძალიან გემრიელია, საუკეთესოა. სხვა საჭმელი არ გააქვთ? ამაზე გემრიელი არ გვაქვს. ველაზე დიდი კომბო მომიტანეთ. აი იმ მთაზე უნდა ავიდეთ და გადმოსვეთ. მე არ დავიმტვევით? არა, არ დავიმტვევით. ვიფრენთ. ერთი მყუდრო ადგილი ვიცი. იქ დავიძინოთ. კარგად გავერთეთ. ძილი ნებისა. ძილინებისა. ნეტა ვინ რეკავს? ბეჰემოთი გისმენთ? მოვისმინე თქვენი უცნაური ამბავი. დაბეჯითებით გავეცანი ჩემს მეხსიერებაში არსებულ ინფორმაციას და ასეთი დასკვნა გამოვიტანე. ძილის წინ 2 საათით ადრე ჩურჩხელა უნდა ჭამოთ. რეცეპტით არის? არა, პატივცემობო. თქვენი ტელეფონის ეკრანზე არის ასეთი ხილაკი. ციყვია ხატია. ციყვი? დააჭერთ ამ ხილაკს, შეუკვეთავთ ჩურჩხელას და ციყვი ადგილზე მოგიტანთ შეკვეთას. შეკვეთა მიღებულია. პატივცემულმა პატარა ბეჰემოთმა გაითვალისწინა ჩემი რეკომენდაციები და მას შემდეგ ყოველ დილით სახლში იღვიძებს. სახლში გავიღვიძე!